გილოცავთ, სიამაყით მინდა გამცნოთ, რომ ევროპარლამენტარებმა ქართულ პარლამენტარებს მიბაძეს და კენჭისყრის დროს ღილაკები აერიათ. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპული ცივილიზაციის საკვანი პირველად ჩვენთან დაიწყო. ახლა ამას ამერიკელებიც მიბაძავენ და იმათაც აერევათ, მაგრამ ჩვენზე კარგად მაინც ვერ აერევათ. იმიტომ რომ ჩვენ წყალი გვაქვს კარგი. ახლა მინდა ევროპარლამენტარებს მივმართო. ფრთხილად იყავით. ჩვენ პოლიტიკოსებს როგორც კი ღილაკები აერიათ, სულ ცოტა ხანში მათი ბინები გაძარცვეს. და მეშინია ეს საკვანიც არ დაირწეს მანდ. რადგან ძარცვა ვახსენე, გეტყვით ვისი ბინებიც გაძარცვეს. საერთოდ ასე ვარ. როცა ვინმეს გაძარცვავენ, ვახსენებ ხოლმე. მოკლედ გაძარცვეს თალაკვაძე. ლირიულ ლექსებს რომ წერს. ვოლსკი ახალ კანონებს რომ წერს. და ქობულია დოლარის კურს რომ წერს. ესე იგი, თუ აქამდე ხალხი იძახდა, რას გვიშვება ეს მთავრობაო, ახლა მთავრობასაც მიეცა სათქმელი, რას გვიშვება ეს ხალხი. მე ვფიქრობ, ამ საქმის გახსნა არ აწყობს არც ერთ მხარეს. მძარცველებს იმიტომ რომ დაიჭერენ და დაზარალებულებს იმიტომ რომ შეიძლება ისეთი ნივთია წაღებული, რაც ქონებრივ დეკლარაციაში არ აქვთ მითითებული. ამ ფაქტით შეშინებული პოლიტიკოსები არიქა ჩვენც არ გაგვძარცვონო, სახლიდან აღარ გამოდიან და ალბათ ამის გამო იყო რომ სახალხო დამცველის მოხსენებას პარლამენტში მხოლოდ 2 დეპუტატი ესწრებოდნენ. ორნი იყვნენ, მაგრამ ძალიან ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს. დანარჩენი პოლიტიკოსები კი მშვიდად აგრძელებენ საქმიანობას. იწერება ახალი ლექსები, იწევს დოლარის კურსი და შემოდის ახალი კანონები. აი მაგალითად, 1 ივლისიდან ძალაში შედის კანონი ტაქსების 2 A და B კატეგორიებად დაყოფის შესახებ. A კატეგორიის ტაქსები იქნებიან თეთრი ფერის და შეეძლებათ მგზავრი აიყვანონ ქუჩიდან. B კატეგორიის ტაქსები ნაირ-ნაირი ფერის, ოღონდ ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება არ ექნება და გამოძახებებზე იმუშავებენ. მშვენიერი კანონია. მე არ მესმის 2-ზე რატომ გაჩერდნენ. და აღარ გააგრძელეს კაცო, რატომ? საერთოდ მე ასე ვარ რა. 2-ზე რომ ჩერდებიან, არ მესმის ხოლმე. იყოს C კატეგორიის ტაქსი, რომელსაც არც ქუჩაში აყვანის უფლება არ აქვს, არც გამოძახებებზე მუშაობის უფლება, დადის უბრალოდ, დაინახავს მგზავრს, შეუნელებს სიჩქარეს და მგზავრმა უნდა მოახერხოს და შეხტეს. მე არც ამაზე გავჩერდებოდი, კაცო. D კატეგორიის ტაქსი. არც ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება არ აქვს, არც გამოძახებებზე სიარულის, არც მგზავრის შეხტომის, საერთოდ ქუჩაში გავლის უფლება არ აქვს. ერთადერთი უფლება აქვს ყოველწლიურად იხადოს ტაქსის ლიცენზიის გადასახადი. ასევე 1-დან, ოღონდ უკვე აპრილიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც მძღოლებს ნარკოტესტი ჩაუტარდებათ. ანუ ახლა რა გამოდის, ნახეთ? საპატრულო ეკიპაჟი გაგაჩერებთ, ჯერ საბუთებს შეგიმოწმებთ, შემდეგ ალკოტესტს ჩაგიტარებთ და თუ ყველაფერი რიგზია, გილოცავთ, თქვენ ბონუსად გეკუთვნით ნარკოტესტზე შემოწმება.
ამ ყველაფერს თუ დავუმატებთ იმასაც, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება, ესენი იმდენს იზამენ, რომ ქალაქში საცობები აღარ იქნება. აღარ იქნება და კარგი მარტო დაგვრჩება წყალი. არა, გატყუებთ. კიდევ ერთი კარგი ამბავი მაქვს. ნახოთ ეს ამბავი. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა მეგრული ჯიშის მკვირცხლი ტემპერამენტის მქონე თეთრ თხებზე. ეს ახლა ერთი შეხედვით სასაცილო ამბავია. მეორე შეხედვითაც სასაცილოა. მოკლედ, საიდანაც არ უნდა შეხედოთ სასაცილო ამბავია ეს. მაგრამ მე მაინც ჩავფიქრდი. საერთოდ ასე ვარ. როცა საქმე თხებს ეხება, ყოველთვის ვფიქრობ. მეგრული გავიგე ახლა. მკვირცხლიც ხო? გავიგე. ნუ ტემპერამენტი ნუ. ხო. მაგრამ ეს თეთრი რა მეთქი მე ჩემ თავს ვეკითხები რა და ბოლო დროს მიღებული კანონების ლოგიკას რო გავყევი მივხვდი რომ ეს თეთრი თხები არიან A კატეგორიის თხები ანუ შეგიძლია ეს თხა ქუჩაში გააჩერო და ისე მოწყო ანუ წარმოიდგინეთ მოდის A კატეგორიის თეთრი თხა კვირცხლად ისე ტემპერამენტიანად აჩერებ წველი და იქვე ჩაგივლი B კატეგორიის თხა მოჩანჩალებს რაღაცნაირად ისე არც გაჩერების უფლება არ გაქვს რომ ვინმე მოწველოს და იმის იმედია რომ იქნებ ვინმე ეზოდან გამოსძახოს შევიდეს და იქ მოწვეს ეხლა ცალ-ცალკე რო ავიღოთ ეს სიტყვები ხო ეს ტენდერი თხა მეგრული ცუდად არც ერთი არ გვხდება ყურში ეს წინადადებაა თვითონ რაღაცნაირი უცნაური მოდი ხო და შევცვალოთ ხო ეს აი ასე მაგალითად დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში მობინადრე ჩლიქოსან პირუტყვზე სახელმწიფომ შეძენის სურვილი გამოდგა აჰა დალაგდა ყველაფერი დალაგდა და ბოლოს ნახოთ ეს ჰაჯი პლასტმასის ბოთლები საბურავები ერთჯერადი თეფშები ჩანგლები და კობზები წუხარებით იუწყებიან რომ 1 აპრილიდან აიკრძალა პოლიეთილენის პარკი ამერიკაში დაიბადა ბევრი იარე და ჩვენამდეც მოხვედი და ამ 40 წლის განმავლობაში წარუშლელი კვალი დატოვა და ეს უკანასკნელი წელი კი საბედისწერო გამოდგა 40 წლის კი იყავი მაგრამ გაგრეცხავდნენ და ახალივით გამოიყურებოდი იმიტომ რომ წყალი გვაქვს კარგი უშენოთ ალბათ თბილისში ქარიც აღარ იქნება იმიტომ რომ ქარი პარკის გარეშე ვერც კი წარმოვიდგენ ყოველთვის ერთგული იყავ რამდენჯერ აფრენილ ხარ და თბილ ქვეყნებში არასდროს გაფრენილ ხანდახან იმაზე მეცაც უძლებდი ვიდრე შეგეძლო ხელებს ვისერავდი თეთრდებოდი წყდებოდი მაგრამ შენი წუწუნი არავის გაუყო ჩვენ შენ გვიყვართ და შენ კიდე ბუნება გიყვარდა ამიტომაც გტოვებდით იქვე პიკნიკის მერე წახვედი მაგრამ შენს ხსოვნას დრო ვერაფერს დააკრებს 500 1000 წელი შენთვის არაფერი ბუნება ტირის მაგრამ მიწა არ სველდებ
იმიტომ რომ ყველგან ახარ გადაფარებული. შენ ყოველთვის დარჩები ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ფლორაში. ერთადერთი ზღა გვრჩება იმედად, რომ წყალი გვაქვს.